Twin საერთაშორისო რეიტინგებს და ინდექსებს სკეპტიკურად უყურებთ, უნდა გახსოვდეთ, რომ მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია ინვესტორისთვის. Trump Tower თბილისის პროექტის დეტალურ ანალიზს, როგორც უკვე გითხარით, მომდევნო გადაცემებში შემოგთავაზებთ. ახლა კი ვისაუბროთ თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე გამოქვეყნებულ ატლანტიკური საბჭოს 2026 წლის ატლასზე, რომლის მიხედვითაც საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა. შორენახვით შემოგიყვებათ საქართველოს მორიგ აღიარებაზე. ხშირად ისე ხდება, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ყველაზე ხმამაღლა ისინი აფასებენ, ვისაც ფაქტებზე მეტად პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებს. თუმცა არსებობს სხვა გზაც, რომელიც პოლიტიკური მიკერძოების გარეშე აჩვენებს, რომელი ქვეყანა როგორ ვითარდება, ვინ მიდის წინ და ვინ უკან რჩება. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა ეს ატლასი, რომელიც ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა. ეს არის კვლევა, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებს აფასებს არა პოლიტიკური მიკერძოებით, არამედ კონკრეტული ინდიკატორებით, რამდენად თავისუფალია სახელმწიფო, რამდენად ძლიერია ინსტიტუტები და როგორ ცხოვრობენ მოქალაქეები. და აქ თუ საქართველოს მოვძებნით, ორ საინტერესო მიმართულებას აღმოვაჩენთ. პირველი არის კეთილდღეობის ინდექსი. საქართველოს შეფასების 100%-იანი სისტემით 75.5% მიიღო. ეს მისი ახალი ისტორიული მაქსიმუმი ამ ინდექსის მიხედვით და 12 წლიანი გაუმჯობესებით ინდექსის 12 წლიანი პროგრესით კეთილდღეობის გაუმჯობესებისა საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილზე. უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ რამდენიმე ქვეყანას, ევროკავშირის წევრ ბულგარეთს და ნატოს წევრ ქვეყნებს, როგორიცაა თურქეთი, როგორიცაა მონტენეგრო, როგორიცაა ჩრდილოეთ მაკედონია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული. კეთილდღეობის ინდექსი არ ზომავს მხოლოდ ფულს. ის ზომავს, რამდენს გამოიმუშავებს მოქალაქე, რამდენ ხანს და რა ხარისხით ცხოვრობს, რა განათლებას იღებს, რამდენად სამართლიანად ნაწილდება შესაძლებლობები, რამდენად დაცულია სხვადასხვა ჯგუფი და როგორი გარემოა ქვეყანაში. საქართველო მსოფლიოში 47 პოზიციაზეა ზომიერი კეთილდღეობის სტატუსით. იმისთვის, რომ მასშტაბურად მოქალაქეებმა ეს იგრძნონ თავის თავზე, ჩვენ გვჭირდება კეთილდღეობის მაღალი დონის ქვეყნების რიგში გადავიდეთ. 51 ქვეყანა არის კეთილდღეობის მაღალი დონისა და საშუალო დონის არის 51 ქვეყნის შემდგომ პოზიციებზე ყოფნი. ჩვენ რამდენიმე სულ 6 საფეხური გვაქვს იმისათვის, რომ გადავიდეთ მაღალი კეთილდღეობის შეფასებაზე და ჩვენ რამდენიმე წელიწადში უნდა მივახციოთ კეთილდღეობის არსებითად გაუმჯობესებულ დონეს. გარდა ამისა, მხოლოდ ატლანტიკური საბჭო არ არის ერთადერთი საზომი და მეტრი თქვა ამ საკითხების არის, თუმცა სავალუტო ფონდი, არის მსოფლიო ბანკი და თუ თანამედროვე პროგნოზებს მათაც ჩვენ შევხედავთ, ცხადი ხდება, რომ დაახლოებით 2028 წლისათვის საქართველო უნდა გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ამ სტატუსის მატარებელი ქვეყანა. ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის მეორე ნაწილში ცალკე შეფასებულია თავისუფლების ინდექსიც, რომელიც ზომავს სამ მთავარ საკითხს: პოლიტიკური თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ეკონომიკური თავისუფლება. რას მიაქციეს ყურადღება, როცა საქართველოს ეს ქულა დაუფიქსირეს? სამართლიან არჩევნებს, სამოქალაქო თავისუფლებებს, პოლიტიკურ უფლებებს, კანონის სიცხადეს, სასამართლოს დამოუკიდებლობას, საკუთრების უფლებებს, კორუფციისგან თავისუფლებას და ასე შემდეგ. ატლანტიკური საბჭოს ანგარიშმა ფარდა ახადა ევრობიუროკრატების და იმ ზოგიერთი საერთაშორისო ინსტიტუტების უსამართლო ანგარიშებსა და რეზოლუციებს, რომლებიც ისინი საქართველოს წინააღმდეგ იყენებდნენ. ვინაიდან ეს არის ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული ანგარიში და მოიცავს სწორედ იმას, რომ რა განაპირობებს სწორედ მიმზიდველ და პროგრესულ გარემოს, მათ შორის თავისუფლების ინდექსის თვალსაზრისით. ეს არის კანონის უზენაესობა, სამოქალაქო უფლებების დაცვა, საკუთრების უფლების დაცვა, სამართლიანი არჩევნების სრულყოფა და ჩატარება და ფაქტობრივად ყველა ის მიმართულება, რაზეც თავს ესხმიან ხოლმე ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სუვერენიტეტს და საბოლოოდ ჩვენს ხალხს.
ორგანიზაციამ ასევე შეაჯამა დემოკრატიზაციის კუთხით განცდილი ცვლილებები. 2012 წლის შემდეგ მიღწეული დემოკრატიზაციით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია. თუ რამე პრეტენზია მიგვიღია ბოლო პერიოდში ევრობიუროკრატიისგან, ყველაფერი ამ ანგარიშმა გააბათილა და მათი ბრალდებების საპასუხოდ ჩვენ ქვეყანას პოლიტიკური თავისუფლების სუბინდექსშიც მაღალი შეფასება მისცეს. როდესაც საუბარი არის ობიექტურ შეფასებებზე და იმ რეალობაზე, რომელიც არსებობს სინამდვილეში, რა თქმა უნდა, აქ სიყარბე ვერასდროს ვერ იქნება პრიორიტეტი. ამიტომ შესაბამისად შედეგი ყოველთვის არის ერთი, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა. მათ შორის პოლიტიკური თვალსაზრისით, თავისუფლების ინდექსის თვალსაზრისით, კანონის უზენაესობისა თუ სხვა. და როდესაც წინასწარ დაწერილი კვლევების გამომძიორება უნდა თქონდეს, როგორც იყო მაგალითად ევროკავშირის სხვადასხვა ევროპარლამენტის რეზოლუციები. ან ეს მოსკოვის მექანიზმი, რაც იყო, როდესაც წინასწარ დაწერილი ტექსტით იყო ჩამოსული ეგრეთ წოდებული ექსპერტი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, აცდენა იქნება ძალიან დიდი. ვინაიდან პირველ შემთხვევაში ინტერესი არის ობიექტური შეფასება, მეორე შემთხვევაში ინტერესი არის სწორედ ის, რომ საქართველო დაიმორჩილონ და გახდეს პროქსი ქვეყანა. ამ მონაცემებით საქართველო ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის კატეგორიაში მოხვდა. როცა ქვეყნის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები ისმის, ყველაზე მყარი მაინც ის რჩება, რასაც პოლიტიკური ინტერესი ვერ ცვლის. ციფრებს და ფაქტებს პარტია არ აქვთ. საქართველოს შემთხვევაში სურათი ასეთია. ჩვენი ქვეყანა უკვე გასცდა იმ ეტაპს, სადაც მხოლოდ სტაბილურობის შენარჩუნებაზე ფიქრობდა. შემდეგი რიგის ამოცანაა გადავიდეთ საშუალო კეთილდღეობიდან მაღალ კეთილდღეობაზე და ეს პროგრესი თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში იგრძნოს.